სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისა და ჩვენთან ნაარსი მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. საოცარია სიტყვა ხარება სიხარულთანაა დაკავშირებული და ეს სიხარული კიდე სიყვარულიდან მომდინარეობს. ვისაც სიყვარული არ გააჩნია, ის იმას არც სიხარული არ აქვს. რასთანაა დაკავშირებული? აი, უფალმა იმდენად შეიყვარა თავისი ქმნილება, ადამიანი, რომ ის რომ არ დაღუპულიყო, გადაწყვიტა რომ ამ ქვეყნად მოსულიყო. აი თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამ სიყვარულის გამო მან დამცირება გადაიტანა, შეურაცხყოფა, გვარზე გაკვრაცკი ჩვენს გამო, ჩვენი ცხოვრებისათვის, ჩვენი გადარჩენისათვის. აი დღეს რატოა ეს სიხარულის დღესასწაული? სწორედ ეს ეუწყა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. იხაროდნენ მადლოვნ მარია უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ესე იგი, მაგრამ საოცარი რა არის, აი თუ მიაქცეთ ყურადღება საუბარს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და წმინდა გაბრიელ მთავარანგელოს შორის, რომ უპირველესად ჯერ მიმადლებულს უწოდებს, მერე ეტყვისო შენო შობო ძესო აღლისასო, რომლის სუფევა არ იქნება, რომლის სუფევა დასასრული არ იქნება და კი მაგრამ მე როგორო მე მამაკაცი არ ვიცი. აი რა მარტივი საუბარი არის. არა შენზე სული წმინდა არ დამოვა. აქ ეყოლებაცე, რომელსაც ეწოდება ემანუელი და თარგმანებით ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან არის ღმერთი. და იმდენად რწმენა ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ აუთხრა, რომ მიხავ ნება შენიო, აამხევალებისა, მზადვარო ამ ყველაფრისთვის. მაგრამ სხვა შემთხვევაში, როცა 6 თვით ადრე გაბრიელს ზაქარიას აუწყა მთავარანგელოზმა გაბრიელმა, რომ შენი ცოლიო შობსო დაეჭდა, გამომდინარე იქიდან, რომ მოხუცი იყო მისი ცოლი და ვერ წარმოედგინა, რომ ის შობდა იოანე ნათლისმცემელს. ამ შემთხვევაში ის მიენდო მის სიტყვებს. ის კიდე დაეჭდა, ამის გამო დაისაჯა ის. დამუჯდა, ვეღარ მეტყველებდა, მანამ სანამ იოანე ნათლისმცემელი დაიბადებოდა. აი ჩვენ რა სწავლობთ აქედან, რომ რწმენა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და მერე არის ასეთი მსჯელობა, რომ სიტყვანი უფლისანი უყუნისამდე გიესო. ესე იგი, რაც ადამიანთათვის შეუძლებელია, ღვთისათვის შესაძლებელი არის. იმიტომ რომ ღმერთი მოწყალია. ღმერთის სიტყვები სრულდება ყოველთვის. აი სწორედ ჩვენ ვხედავთ, რომ გაიხარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მასთან ერთად ჩვენც ვხარობთ, რომ ის მიზანი, რაც ეს ამ ხარებასთან იყო დაკავშირებული, ჩვენ უკვე შევიცარით. ჩვენ დღეს აი ვინც ეზიარეთ, ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარეთ, რომელიც არის განმაძლიერებელი, განმაცხოველი და ნაკვლევადების აღმავსებელი. უშუალოდ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ღებულობთ. და ადრობა უფალს, აი ამ კვირაში თქვენ თუ ისმენთ სახარებას, მეორედ მოსვლასთან არის დაკავშირებული. იფხიზლეთო. რასთან დაკავშირებით და ვიფხიზლოთ, რომ ბოროტმა არ მოგიგოს, ბოროტმა არ დაფცეს. ბოროტმა ადამიანი იმდენად შეისწავლა, რომ მისი ყველა მხარე კარგად იცის. და თუ ჩვენ გვინდა, რომ ბოროტმა არ დაგვამარცხოს, როგორც მამაო ჩვენში არის, რომ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტი არსებობს, ბოროტი ჩასაფრებულია, ყოველდღიურად, ყოველ საათობრივად, წამიერად იბრძვის იმისათვის, რომ ჩვენ დავცეს და დაგვუყოს. აი სწორედ სიფხიზლე ამასთანაა დაკავშირებული, რომ ხიზრად ვიყოთ. შვება და დროსტარება არ არის კარგი, იმით უმეტეს დღეს
მეორე მოსვლის წინა პერიოდში ვიმყოფები. ყველა ნიშანი არის ამასთან დაკავშირებით. ომები არის, აგერ ხედავ, მეუფებასაზე დაალგება და მართლმადიდებლურ სამყაროში დაპირისპირებული მეუფები არიან ერთმანეთის წინააღმდეგ. და დღეს მასმედიის საშუალებით იქნება თუ ადამიანთა მიერ ცნობიერება შეეცვალა ფასეულებების აღრევა ხდება ადამიანებში. ხედავთ რომ უკვე იკვეთება და ლუსტრაცია ხდება ადამიანებში, ვინ ვის ემსახურება, ვინ ვისი მიმდევარი არის. ვინაა ქრისტეს მიმდევარი, ვისაც ქრისტე უყვარს, როგორც თვითონ უფალი ბრძანებს, ვინც ღვთის მცნებებს იცავს, ხოლო ვინც მის წინააღმდეგ არის, ვინც მართალი ადამიანის წინააღმდეგ არის, ის უკვე ეშმაკს ემსახურება. შეიძლება უნებლიეთ ხდება, აი ძალიან კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს კოკასაშიგან რაც ადგას იგივე წარმოდინდების. აი ადამიანში რაც არის არ არსებობს ადამიანი რომ ნეიტრალური იყოს, ეკუთვნის ან ღმერთს ან ეშმაკს, თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე. თუ ჩვენ ღმერთი გვიყვარს, თუ ჩვენ წრფელი ვართ აღსარების დროს, თუ ჩვენ მართლა გვინდა ცხოვრება სულის გადარჩენა, მაშინ ჩვენ ღვთისანი ვართ. თუ ჩვენ ზერელად ვეკიდებით აი ამ ყველაფერს, ჩათვალეთ რომ ეშმაკი გვმართავს. არ იფიქროთ რომ არის აი განსაკუთრებით ადამიანი. არ არსებობს ან ეკუთვნის ღმერთს, ან ეკუთვნის ეშმაკს. თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე. შეიძლება ტაძარში დადიოდეს ადამიანი, მაგრამ ეშმაკს ემსახურებოდეს. შეიძლება ადამიანი მონასტერში მიდიოდეს, არა იმისთვის რომ ცხოვრდეს, არამედ მიდიოდეს ეშმაკისაგან, რომ იქ აურიოს მონასტერს, შფოთი შეიტანოს, ქაოსი შეიტანოს. არის ასეთი შემთხვევები, ძალიან ბევრი. ძალიან ბევრს ნიღაბი აქვს მორგებული მართალი ადამიანის, წმინდანის, მორწმუნის სინამდვილეში ის არ არის ის. აი თუ ჩვენ თავში ჩავიხედავთ, მით უმეტეს მართვის დროს ჩვენ პირუთვნელად დავინახავთ და დავწუნდებით, ვის ვეკუთვნით, ღმერთს თუ ეშმაკს. აი სადაც თამაშია, სადაც მოჩვენებითობა არის, იქ უკვე ძალიან ცუდი მდგომარეობაა. და როგორც წმინდა მამები გვასწავლია, მოჩვენებითობა ეს არის ნომერ პირველი მტერი სიყვარულის. და სიყვარული თუ არ აქვს ადამიანს, ის არ არის წინაშე ღვთისა. ჩვენ სიყვარულით უნდა ვიყოთ ახსილი, უნდა გვიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავითვისი და გვიყვარდეს ღმერთი მთელი სული, მთელი გული, მთელი არსებით. აი ამ ორ სიყვარულზე უნდა დავაბრძო მთელი 10 წლები. შეიძლება ურწმუნომ, არაეკლესიურმა სასწაულებიც მოიმოქმედოს, ეშმაკის ძალით. მაგრამ თუ სიყვარული არ გაგვაჩნია, არა რა ვარ წინაშე ღვთის. თავარი სიყვარული არის. ეს ყოველთვის გვახსოვდეს, თუ რა არის სიყვარულის ნომერ პირველი მტერი. ესაა მოჩვენებითობა, ესაა ფარისევლობა. ესაა ადამიანი, როცა თამაშობს. ვიწერია სახარებაში ხო და არა. მესამე ეშმაკისაგან არის. აი დიპლომატიას რო ეძახიან, ის არ არის ღვთიური. სიბრძნე კი, იყავით ბრძენი ვითარცა გვევლნიო. სიბრძნეს თუ სხვა რამე არის. სიბრძნე სულიერებასთანაა დაკავშირებული. სული წმინდის მადლით ვიმართებით ჩვენ, როცა სიმდაბლე გაგვაჩნია, როცა ღმერთი გვიყვარს, როცა მოყვასი გვიყვარს. აი მაშინ სუფევს ჩვენში სული წმინდა. თუ ჩვენ ამპარტავანი ვარ და ჩვენ თავზე დიდი წარმოდგენა გვაქვს, მაშინ ჩვენ ღმერთისგან ძალიან შორსა ვართ. და შინაგანი მდგომარეობით საზღვრავთ ყველა მოვლენას და ვაფასებთ ყველა მოვლენას. არა სულიწმიდით, არამედ ჩვენიდან გამომდინარე. მერთმა გაგაძლიეროთ. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა სულიად საქართველოს. თქვენ ნახეთ მისი უწმინდესობის ბოლო დღეები, რამხელა სიყვარული გამოხატა ქართველმა ერმა.
ეს იყო ერთიანობა, სიყვარულისში გაერთიანება. აი რაც დათესა, ის მოინდო პატრიარქმა. სიყვარული დათესა. მთლიანად ერთში და სიყვარულით უპასუხა ქართველმა ერამ. ეს იყო უდიდესი მოვლენა და ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ ქართველი ერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყაროების ქვეშ არის. ქართველი ერი ერთგულია ჭეშმარიტი სარწმუნოების და მართლმადიდებლობის. აი ეს გამოხატულება იყო ბოლო ჟამს ქართველმა ერმა პასუხი გასცა ყველა მომხდურს, ყველა მტერს თუ რა შეუძლია ქართველ ერს. და მადლობა უფალს და მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ აი ეს მარტო საქართველოს კი არ გააცნობიერა, მთელმა მსოფლიომ დაინახა ვინ არის ქართველი ერი, რას წარმოადგენს. და ერთსულოვნება გამოხატეთ ღვთის ერთგულებისა და ურთიერთსიყვარულის, რომ ამ დროს გაერთიანდა სრულიად საქართველო. მადლობა უფალს ამ ყველაფრის და კიდევ ერთხელ გავმტკიცდეთ რწმენაში, რომ ჩვენ ვართ ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ერი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ერთგვარი ქვეყანა. აი ეს გამოვლინდა პატრიარქის გასვენების დროს, რომ ჩვენ ერთგული ვართ მართლმადიდებლური სარწმუნოების. ერთადერთი ეკლესია ვართ მსოფლიოში, რომელიც მწვანებლობაში არ ჩავარდნიდა. ამაზე მეტყველებს ის, რომ იოანე გუთელი ეპისკოპოსი, როცა მთელ ადგილობრივ ეკლესიებში ხატბრძოლობის წვალებლობა მძვინვარებდა, აი საქართველოში ჩამოვიდა და სვეტიცხოველში მიიღო ეპისკოპოსის ხარისხი. ამაზე მეტი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის უდიდესი დასტური იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთგული ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების. მადლობა და დიდება უფალს ამ ყველაფერს. მერთმა დაგლოცოთ და ხარების მადლით სიხარული არ გამოგმეორდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.